მე ვარ სანდრო ბერიძე, 12 წლის. ვსწავლობ ბუკნარის საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობა ფეხბურთი და ცეკვა. ცეკვა უფრო მიყვარს და ვარ პროფესიონალი მოცეკვავი. 3 წელია ვცეკვავდი თაობაში და 2 წელია რაც გადმოვედი იბერიაში. ცეკვაში ყველაზე რთულია ცერებზე დგომა. ყველაზე ადვილია განდაგანის ილეთები. უკვე იმდენი კონცერტი მქონდა ვეღარ ვიტყვი. რაც ზუსტად ვიცი ის არის რომ სახში მაქვს 7 მედალი. ყველაზე კარგად დამამახსოვრდა თურქეთში გასტროლი. კარგად გავერთეთ, კარგად ვიცეკვეთ და პირველი ადგილიც ავიღეთ. მე რომ შემეძლოს, ჩემ კონცერტს ვისურვებდი ამერიკაში. მაქვს ყავისფერი ჩოხა და ძალიან მეხტები. ჩემ ქორწილში ვიქნები შარვალ კოსტუმით და აუცილებლად ვიცეკვებ. თუ ცოლ ცეკვა არ ეწოდინება, ვეცეკვები ჩემს დედას. ჩემი საყვარელი ცეკვა არის მთიულური. საყვარელი ილეთია მე ვაპირებ კიდევ ვიცეკვო 20 წელი. ახლა მინდა ვიყო 18 წლის, რადგანაც მინდა ვიყო სრულწლოვანი. იმიტომ რომ სრულწლოვანს შეუძლია ყველაფერი. მაგალითად, მანქანის ტარება და ცოლის მოყვანა. დიდი ალბათობით ცოლს მოვიყვან 25 წლის ასაკში. მეყოლება ურიშვილი, ერთს დავარქმევ გიორგის, მეორეს დავარქმევ ანდრიას. გოგო თუ შემეძინა, ცოლმა დაარქვა სახელი. მიყვარს ჩემი სკოლა, რადგანაც კარგი მასწავლებლები არიან. და ძალიან კარგი ბავშვებიც არიან და ამ სკოლაში რაც გადმოვედი ძალიან განვითარებული ვარ. ბუკნარის სკოლა იმიტომ მგონია სხვა სკოლებზე უკეთესი, რომ აქ არის ყველაზე კარგი დირექტორი, კარგი ბავშვები არიან და ყველაზე კარგი მასწავლებლები. მე რომ ჩემი სკოლის დირექტორი ვიყო, დასვენებას გავზრდი 20 წუთით და კიდევ გავზრდი ბუფეტს და შემოვიტან მაკდონალდსის დიდ მენიუს. რა თქმა უნდა უფასოდ. მაგრამ მე მაინც მირჩევნია გამოვიდე მოცეკვავე და ამ სკოლის დირექტორი დარჩეს ოლეგ ლამპარაძე. იმიტომ რომ ძალიან კარგი დირექტორია და კარგი ადამიანი. ჩემი საყვარელი საგანია მათემატიკა. საყვარელი მასწავლებელია ინდირა მჟავანაძე. იმიტომ რომ მხიარულია, გართობა უყვარს და კარგი მასწავლებელია. ყველა ბავშვი ვგრძნობთ, რომ ძალიან მოყვარვართ. რომ გავიზრდები, მინდა რომ გამოვიდე მოცეკვავე. თუ მოცეკვავე ვერ გამოვალ, მაშინ გამოვალ ფეხბურთელი. ფეხბურთი ძალიან მიყვარს და სულ თამაშობ მეგობრებთან ერთად. ჩემთვის კომფორტული არის ნარცხენა მხარეს ნახევარ დაცვის თამაში. ჩემი საუკეთესო საფეხბურთო თვისება არის დრიბლინგი. საყვარელი ფეხბურთელია ხოჩა კვარაცხელია. საყვარელი გუნდია საქართველოს ნაკრები. ჩემი აზრით, ჩემი ცოლი იქნება ყავისფერი თვალებით, შავი თმებით და კარგი ხმით. საჭმელებიდან ალბათ გააკეთებს ყველაზე კარგად ხაჭაპურს. იმიტომ რომ ხაჭაპური არის ჩემი საყვარელი საჭმელი. და ჩემი ყველაზე გემრიელად წვავს კარტოფილს. ძალიან კარგი დედა მყავს, ზრუნველი, ლამაზი და ძალიან კარგად გვექცევა. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენზე არის გადაყოლილი. მე გარეგნობით გავარ დედას და ჭკვით მამას. მამა ჩემი არის სიმპათიური, ზრუნველი და მშრომელი. დედა ჩემი არის ყველაზე ლამაზი ქალი მთელს მსოფლიოში. ჩემი ძმა არის 10 წლის და ქვია ანდრია. ის არის კეთილი, მზრუნველი, კარგი ბიჭი და ჭკვიანი. ჩემი აზრით ანდრია რო გაიზრდება, გამოვა პოლიციელი. მიყვარს კითხვა და ჩემი საყვარელი წიგნია დევიდ გოგინსის ნაწარმოები ვერ გამტეხ. ეს წიგნი არის ომში მყოფ ჯარისკაცზე. ძალიან კარგი წიგნია და ყველას გირჩევთ წაიკითხოთ. ფილმებიც ძალიან მიყვარს და ჩემი საყვარელი ფილმი არის სუპერმენი. ბავშვობაში მინდოდა გამოსულიყავი სუპერმენი და სიმართლე გითხრათ ახლაც მინდა. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, ვისურვებდი სუპერმენის ძალას. სამოგზაუროდ სიამოვნებით წავიდოდი ამერიკაში. წინა მონაწილემ დამიტოვა შეკითხვა. ვინ არის ყველაზე ცნობილი ადამიანი? ყველაზე ცნობილი ადამიანია მაიკლ ჯექსონი. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას. რა არის მისი ოცნების საჩუქარი? მაგალითად, ჩემი ოცნების საჩუქარია კვადრო. ბედნიერება არის მოგზაურობა და დედიკოსთვის საჩუქრის ჩუქება. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.